კი, ჩემთვისაც იყო ძალიან მოულოდნელი. მოდი ესე ვთქვათ, რომ ჯერ ესეთი ესია არის რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებული და ეს წერილი რეალობაში ორიგინალში არავის არ უნდა ხია ამჯერად, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ სიაში მოხვედრილია ჯორჯია კაპიტალის CEO ჩემი ძმა, არის გარკვეულწილად ჩემთვის მოულოდნელი სხვა ფაქტორის გამო, არა იმიტომ რომ ჩემი ძმაა. ხო და ეხლა კოც ხوار ვარ რომ ჩემი ძმა ჩემი ოჯახის წევრი არ არისო. კი, ეგრეა ნამდვილად. და მაგრამ გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ჯორჯია კაპიტალი რომლის CEO ჩემი ძმა არის კომპანია რომელიც თავის ფულს კი არ მართავს. მართავს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული და მართავს ბრიტანული, ევროპული და ამერიკული მსხვილესი ფონდების ფინანსური ინსტიტუტების ფულს. თავის ფულს კი არ მართავს. ანუ ერთია რომ რატო იყო ჩემთვის ესეთი ცოტა სიურპრიზი ეს მომენტი, რომ ერთია რომ ისაც ხარ ბიზნესმენი და შენ საკუთარ ფულს მართავ, შენ ბიზნესები გაქვს და ამ ფულს მე საითაც გინდა იქით ჩადებ, მათ შორის შეიძლება პოლიტიკაში გამოიყენო, მაგრამ მეორეა და სულ სხვა, როდესაც შენ სხვის ფულს მართავ და ამ შემთხვევაში მართავ ამერიკული ინსტიტუტების ფულს და იმას აქვს ძალიან მკაცრი და მკაფიოდ გაწერილი წესები, რომლის ფულის გამოყენებას და არანაირი სხვა ტიპის რესურსის გამოყენება პოლიტიკაში არ შეიძლება. იმიტომ რომ ეგ აზარალებს ინვესტორების ინტერესებს და ჯორჯია კაპიტალის და მათ შორის ჩემი ძმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ინვესტორების ინტერესების დაცვა. შესაბამისად, ცოტა თვლი რომ გაუგებრობაა და არგუმენტიც კი ბატონო შეცდომაა და დარწმუნებული რომ ეს შეცდომა გასწორდება. კი, ერთ კონკრეტულ კითხვას დაგისვავთ. შესაძლოა ხო დაუშვათ ესეთ მანამდე თეორიული დაშვება არ არის რომ მენეჯერი გენერალურ მართავდეს, ასე ვთქვათ. მას ასევე გაწერილი აქვს ძალიან კონკრეტული ისინი რა ქვია. შეიძლება იმათი ფულის განკარგვაში რაიმე ეჭვი არავის ეპარებოდეს, მაგრამ მას საკუთარი შემოსავლებიც გააჩნია, საკუთარი რესურსები აქვს და მას შეუძლია საკუთარი რესურსები მიმართოს ამ შემთხვევაში იმ სამიზნისკენ, რაც ამ სასანქციო ამოცანების ქვეშ იყოს. ერთ კონკრეტულ მაგალითს ვიტყვი ამ შემთხვევაში. ჩვენ თვეების წინ და დღეს გახდა ეს კიდევ ერთხელ აქტუალური, გავავრცელეთ იმის თაობაზე, დროებაში იყო სპეციალური რეპორტაჟი ამის თაობაზე, რომ საქართველოს ბანკმა, თქვენი ძმა არ არის ხა საქართველოს ბანკის მმართველი ამ შემთხვევაში, მაგრამ რაღაც შემხებლობებში ნამდვილად იყო წლების განმავლობაშიც და ალბათ შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ახლაც არის გარკვეულ შემხებლობაში. მაგალითად 200 მილიონის სესხი მიცა ჰაიდელბერგ ცემენტისთვის ივანიშვილის საქონმოქმედო ფონდს ქართულს. აქ ძალიან ბევრი შიდა კორუფციული ქვეტექსტები დაინახეს სპეციალისტებმა, რადგან თქვეს, რომ საქონმოქმედო ფონდისათვის ამხელა კრედიტის მიცემა აქ მეტყველებს იმაზე, რომ ამ ფონდის გამოყენება სიამბოლეში ხდება გადასახადებიდან თავის ასარიდებლად ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ და ამის დასტური არის ის, რომ ზუსტად ამ მასშტაბის ესხი მისცა მან საქართველოს ბანკმა. საქართველოს ბანკის მხრიდან რა არის ამაში რა დარღვევა მე ამის სპეციალისტი არ ვარ და ვერ გეტყვით, მაგრამ ივანიშვილის ინტერესების უზრუნველყოფასთან რაღაცა კავშირში შეიძლება იყოს და არის ივანიშვილის მხრიდან მოქმედებაში ყოველ შემთხვევაში, როცა საქონმოქმედო ფონდ ქართულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ეჭვებს უკავშირდება ეს. ხომ არ არის რაღაცა მსგავსი ტიპის წინაპირობები საიმისოთ, რომ დაუშვათ სასანქციო, ასე ვთქვათ, დაკვირვების გამადიდებელი შუშის ქვეშ შეიძლებოდა თქვენ ძმა ამ ტიპის ამ პირველ რიგში გიორგი, არანაირი კავშირი საქართველოს ბანკთან მას არ აქვს პირდაპირ მენეჯმენტთან. საქართველოს კაპიტალი ფლობს რაღაც წილს საქართველოს ბანკისას, მაგრამ მენეჯმენტში არანაირი კავშირი არ აქვს. ეს კითხვა საქართველოს ბანკთან დაკავშირებით ძალიან გთხოვთ დაუსვით საქართველოს ბანკს, აბსოლუტურად არც ვიცი ამის შესახებ, ამ ფაქტის შესახებ. რაც შეეხება საქართველოს კაპიტალს, აქ ძალიან მკაფიოდ ნახეთ ჩვენ ბორდის წევრების გაცხადება. სამეთვალყურო საბჭომ საბჭო, რომლებიც ყველა არის უცხოელი, ყველა არის ევროპელი და ამერიკელი, წარმოადგენენ ევროპული და ამერიკული და ბრიტანული, ძირითადად ბრიტანული და ამიტომ ხას უსვა ბრიტანული ფონდების, მათ შორის საპენსიო ფონდების ინტერესებს და მათ სწორედ თქვენ კითხვაზე გასცა პასუხი, რომ არაფერი შუაში არ არის. ამიტომ
მე მგონი საკმარისი ამაზე. არის თუ არა ეს განცხადება საკმარისი იმისთვის, რომ კონგრესის ამ განცხადების შემდგომი ეტაპისთვის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც უკვე სახელმწიფო მდივანი გუშინ დამტკიცა ფიცი დადო, რომ როდესაც ამ სიის კალიბრაცია, ამ სიტყვას ხმარობენ და მეც ვიხმარ, ანუ ამ სიის კალიბრაცია მოხდება, შევსება ან ვიღაცა მოკლება, უნდა გვეგონოს თუ არა რომ თქვენი ძმა ან პირადად თქვენ აქტიურად საქმიანობთ მათ შორის ან შეერთებულ შტატებში ან ადგილობრივ საელჩოსთან იმისთვის რომ გაუგებრობას თუ აქვს ადგილი ეს აღმოიფხოს. დარწმუნებული ვარ რომ გაუგებრობას აქვს ადგილი, დარწმუნებული ვარ რომ ამასთან დაკავშირებით იქნება შესაბამისი განცხადებები გაკეთებული, ჩემი ძმა და მისი კომპანია ასე რა თქმა უნდა არიან კავშირზე როგორც ამერიკის საელჩოსთან, ასევე ვაშინგტონთან. კი ბატონო.